მოკითხვაზე პასუხად ვეცდები, რომ ზოგადიდან კერძოსკენ გიპასუხოთ. პირველ რიგში საზოგადოებამ სწორად რომ აღიქვას კონტრასტი პოლიტმოტივირებულ საქმეებსა და ასე ვთქვათ, მსგავსი ინტერესისგან დაცლილ სხვა საქმეებს შორის. პირველ რიგში უნდა გავმარტოთ შემდეგი, რომ სასამართლოს ვალდებულება არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება საქმეზე, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ტექნიკურ ადმინისტრირებასაც. ნახეთ, სამართალ წარმოების მიზნებისთვის და პროცესის სამართლიანად აღქმის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა რაღაც იდეური მოტივით თუ ტექნიკური აღუსრულებლობით და შეუსრულებლობით. ეხლა ამას სამართალიც არ ჭირდება აბსოლუტური ლოგიკის საგანია. თუ თქვენთან სახლში ეპატიჟებით მაგალითად 30 ადამიანს ბუნებრივია მაგდას 10 სკამს არ მიუდგავთ, ხო? იმისთვის რომ ეს სტუმრები სათანადოდ და ღირსეულად მიიღოთ. იგივე წარმატებით როცა სასამართლოს ხდომაზე საქმის მასალები ხელთ აქ მოსამართლეს და მან ფანტასტიურად იცის რომ ყავს 11 ბრალდებული და მათი 15 უფლებადამცველი ადვოკატი, ის საქმეში დეკლარირებულად ცნობის სახით აქვს, ხოლო მოლოდინი ეხა ის რომ 11 ბრალდებულს მინიმუმ 11 გულშემატკივარი იყოლება სასამართლოს ხდომის დარბაზში, ეს აბსოლუტური ლოგიკის საგანია და უნდა ვივარაუდოთ რომ მოლოდინი უნდა გქონდეს. როცა ამ პირობებში სასამართლო კონკრეტული ხდომის თავმჯდომარე არჩევს სასამართლოს ხდომის დარბაზს, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია ამდენი ადამიანი დაიტოვოს. ამის შედეგად ჩვენ ჯამში ვიღებთ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, მათ შორის ვიღებთ დაცვის უფლების შეზღუდვას და არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს, ეს მოხდა ტექნიკური მიზეზით თუ სხვა რაიმე მოტივით. მაშინ როცა 10 იანვრის ხდომაზე კონკრეტულმა მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო ჩვენი შუამდგომლობის და არც თუ ისე ცოტა არგუმენტების მოსმენის შემდეგ ხდომის შეცვლის გადაწყვეტილება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს კოლეგებს 11-ში უკვე პრობლემა შეექმნათ, იმიტომ რომ მე არ ვიცი მესვეურებმა თუ დაინტერესებულმა პირებმა ჩათვალეს, რომ ეს გარკვეულწილად იყო სისუსტის გამოვლინება ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა 10 იანვარს ჩვენს ხდომაზე და ძალიან წუხვარ და სრულ მხარდაჭერას უცხადებ ყოველ ჩვენ კოლეგას, იმიტომ რომ მათზე გადაწყდა ეს ჯოხი ფაქტობრივად. თუმცა ფაქტია, რომ ვერც ერთ შემთხვევაში სასამართლოს ხდომის ორგანიზებას ვერ გაართვა თავი. რაც შეეხება მეორე ნაწილს და განსხვავებას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია საზოგადოებისთვის უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, რა ხდება პოლიტმოტივირებულ საკითხებზე და რა ხდება საქმეებზე და რა ხდება მსგავს დაინტერესების არ მქონე საქმეებთან მიმართებით. აღკვეთის ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, რომლის ერთადერთი მიზანი არის სასჯელს წარმოების უზრუნველყოფა სამართალ წარმოების და გადაწყვეტილების აღსასრულებლად პირობების შექმნა. უпростоრად ხელშემშლელი გარემოებების გამორიცხვა. ამასთან კანონი მოსამართლეს ავალებს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ჯერ გამორიცხოს ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებები და ამის შემდეგ მიიღოს მხოლოდ გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არც ერთ კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არც ერთი აქამდე მიღებული განჩინება არ მოიცავს დასაბუთებას, რატომ არ შეიძლებოდა და ვერ უზრუნველყოფდა მაგალითად გირაო ამ შედეგის მიღწევას. ეს არის ის დარღვევა, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის გზით დავარქვათ თავის სახელი და დავადეკლარიროთ ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება მომავალში ღმერთმაიც რა იქნება, მაგრამ დარღვეულია რეალურ დროშიც კი. კი ბატონო.